გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რატომ არ გეხმიანებათ. თუ ყავს ისეთი ადამიანი, ვინც დუმს ამ პერიოდში არის ჩუმად, არ გწერთ, არ გირიკავთ, არ გნახულობთ, მაშინ ეს ვიდეო არის თქვენზე. მაშასე წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, მისი ვიზუალი, რა გითხრათ ბოლოს რო ნახეთ, ან რა მოგწერათ ბოლოს როდესაც შეეხმიანეთ და დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ადამიანი? დღეს როგორ აღიქვამს მას უმაღლესი ძალები? ეს არის ადამიანი, რომელიც ფხიზლდება, ასე ვთქვათ, ის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ცხოვრებაში, მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც ემსახურება გამოფხიზლებას, გამოღვიძებას, მან საკმაოდ გრძელი გზა განვლო, ბევრი რამ ნახა ცხოვრებაში, მიუხედავად ასაკისა, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, ბევრი გამოცდა ჩააბარა, ასე ვთქვათ, და დროა უკვე აღიაროს რაღაც თავის თავში, დროა გამოფხიზლდეს. აი ესე აღიქვამს მას უმაღლესი ძალები. კიდევ რაიმე დავამატოთ, რომ იცნოთ ეს არის თუ არა თქვენი გაშლა. ეს არის ძალიან ქარიზმატული ადამიანი, ენერგიული, ცეცხლოვანი, ტემპერამენტიანი, ინიციატივიანი და ამბიციური. ის არის მუდმივად მოძრაობაში, გზაში, მას უყვარს გადაადგილება, მოგზაურობა, მგზავრობა. და გამოიყურება ძალიან კარგად, ახალგაზრდური იერი აქვს, ენერგიები ძალიან ახალგაზრდური. შესაძლებელია ასაკითაც არის, მოდი ასე ვთქვათ, 25 ლამდე, თუმცა ზოგიერთი თქვენგანის შემთხვევაში შესაძლებელი არ იყოს ასე, 30 წელს ქვემოთ, მოდი ასე ვთქვათ, დაახლოებით. ან რა ასაკისიც არ უნდა იყოს, დაუშვათ 30 წელზე ქვემოთ ასაკს მიცემთ მაინც ისეთ ენერგიებშია. კარგით, ვინ ხართ თქვენ ნახოთ? თქვენ ხართ ძვირფასებო, ვარსკვლავი, თქვენ ხართ, ესე იგი ორივეს უმაღლესი არკანი ამოგევიდათ, ერთმანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ, ძალიან დიდ როლს ასრულებთ ერთმანეთის ცხოვრებაში თქვენ და თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ესე იგი განვითარებული ხართ, არის მაღალი ინტელექტი, ხართ ფიზიკურად მიმზიდველი, ლამაზი, თქვენ სურხართ ყველას, შეიძლება ითქვას, კარგი გაგებით, ყველას სურს თქვენთან კომუნიკაცია, ყველას სურს თქვენთან ურთიერთობა, თქვენთან სიახლოვე, მაგრამ თითქოს დისტანციას ინარჩუნებთ თქვენ და ხართ შორს რატომღაც ადამიანებისგან, შეიძლება ითქვას, უკაცრავად ამანთებს ანთელი შემნიშნე კიდევ კარგი რომ ქრება, მე არ შემიძლია თოს ანთელი არანთია მუდმივად განაგრძოთ ძვირფასებო. ესე იგი, ეს თქვენი ადამიანი, ვინც ამოიცანით საკუთარი თავი და თქვენი ადამიანი, რატომ არ გეხმიანებათ? მთავარი კითხვა, რატომ დუმს? მას ძალიან დამოქმედება, მას ძალიან სურხართ თქვენ და სადაცა გადმოდგამს ნაბიჯებს. ეს გასაგებია მისი სურვილები აქამდე რატომ დუმს. იმიტომ რომ მას ასე მიაჩნია ჭკვიანურად, მას ასე მიაჩნია ლოგიკურად და თვლის რომ ეს არის ბრძნული ნაბიჯი მისი მხრიდან.
მაშინ ასე ვიკითხოთ, რამ გამოიწვია მისი ეს მიდგომა თქვენს მიმართ? ესე იგი, აქ არის რაღაც ცოტა აგრესია ძვირფასებო, რატომ? იმიტომ რომ მან არ იცის თქვენ შესახებ არაფერი, რატომღაც ცდილობს გაიგოს, შესაძლებელია სოციალური ქსელებით გაკვირდებათ, შესაძლებელია სადაც ხელი მიუწვდება რაიმე ინფორმაციაზე, ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია, ასე ვთქვათ, თავისი აგენტურა ყავს, შესაძლებელია ჩაართო ან ასე შემდეგ. და რამ გამოიწვია? რაღაც არის მოქმედება, ძალიან ინატრებით, მას მონატრებამ გამოიწვია პირველ რიგში და გამოიწვია ისეთმა ქცევამ, რომელიც უკავშირდება უფრო მეტად გზას. ის თulis რომ მიეცემა კიდევ ერთი შანსი. და რაც არის ამ გაშლის გაცრავად ძვირფასებო მთავარი კითხვა, რაც არის, ვიცადოთ რომ ამაზე გავიგოთ პასუხი მისგან. რატო არ აქტიურობს იმ დოზით, რაც გსურთ თქვენ? ძალიან ბევრს ფიქრობს, აქ არის შეშეც, ფიქრებით, შესაძლებელია ვინმე ადამიანი არის მის გარშემო, ვინც რაღაც არჩევას აძლევს, მაგრამ ის არ ითვალისწინებს. აქ არის შეშები, უფრო ძვირფასებო, ეშენია, რის ეშენია მას? მას ეშენია უფრო მეტად თავისუფლების დაკარგვის. მას ეშენია იმის, რომ მოუწევს წასვლა. და მისთვის ეს არის, ასე ვთქვათ, ძიმე ტვირთი. მას ურთიერთობა სურს და ის მიჩვეულია მანიპულაციებს, რაღაცა ტყუილებს, მიჩვეულია ურთიერთობა, სადაც თვითონ ელოდება მუდმივად, რაღაც ქცევას ადამიანისგან თვითონ ელოდება, ასე ვთქვათ, მისთვის სასურველ სიტუაციებს. მან რო იმოქმედოს, ეს მისთვის არის ძალიან მძიმე ტვირთი. აქ ასევე ზოგიერთ თქვენგანთან, ყველასთან არა ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ყველასთან არა. რატომღაც მას ორ სკამზე ერთდროულად სურს, რომ იჯდეს, ეს რას ნიშნავს? ესე იგი, ორ ადამიანთან რომ კონდეს კონტაქტი, ანუ ერთი, რომელიც არის სტაბილური და მუდმივი, მეორე, რომელიც არის საყვარელი ადამიანი. მას არ სურს, რომ მსხვერპლი იყოს სიტუაციაში და რომ მოუწიოს რაღაცის დაანგრევა. კარგით, ესე იგი, დაახლოებით გავიგეთ, რომ იმიტომ არ აქტიურობს, რომ არ აწყობს, მოკლედ რო ვთქვათ. კარგი, გააქტიურდება, ვთქვათ, უახლოეს ერთ თვეში. მას ეშენია თქვენი, რა თქმა უნდა, გააქტიურდება მას შემდეგ, რაც მოსინჯავს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა გზებს, სხვადასხვა მეთოდებს და მერე გააქტიურების შემდეგ ისევ შეჩერდება, რატომ? იმიტომ რომ ელოდება უფრო მისთვის შესაფერის ვარიანტებს, არა ერთს, არამედ მრავალს. ის ურთიერთობას განიხილავს ბევრ ადამიანთან, რატომღაც ასე ჩანს და არა მხოლოდ ერთთან. შევხვდებით